გამარჯობათ, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, გამთა ცინცაძესთან ერთად. მოგესალმებით, ეს ჩოხატაურის სათემო რადიოა. მე თამთა ცინცაძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის თემა არის სტრესის მართვა. სტრესი თითქმის ყველას ყოველდღიურობის ნაწილია. სწრაფი ტემპი, ფინანსური სირთულეები, ოჯახური პასუხისმგებლობები და სხვა. ეს არის სტრესის გამოწვევის ძირითადი ფაქტორები. დღეს ჩვენთან გადაცემაში სტუმრად არის ფსიქოლოგი ანი ბერიძე, რომელიც გვესაუბრება თუ როგორ უნდა ვმართოთ სტრესი ისე, რომ არ დაგვაზიანოს. მოგესალმებით, ანი. მოგესალმებით. ხოთ ჩვენს მსმენელებს მარტივად რომ აუხსნათ, რა არის სტრესი? კი ბატონო, სიამოვნებით. სტრესი მარტივად რომ აუხსნათ, არის ადამიანის რეაქცია ნებისმიერი ტიპის ცვლილებაზე. ესე იგი, აქ იგულისხმება, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება შეიძლება იყოს რაღაც კარგით, დადებითით და უარყოფითით. შესაბამისად, როდესაც ამ ცვლილებაზე ჩვენ რაღაც რეაქციას გამოვხატავთ და მას ვარქმევთ სტრესს, ფაქტიურად ეს არის გარკვეულწილად შეცდომა, რადგან სტრესი კარგ მოვლენაზე ხდება და შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მოვლენა და სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის, ფსიქიკისთვის, მაგრამ ის, რასაც ჩვენ რეალურად სტრესს ვეძახით, ამის უკან დგას დისტრესი, ანუ დესტრუქციული სტრესი შეიძლება ვუწოდოთ, რომელთან გამკლავებაც ორგანიზმის ძალებს მეტნაკლებად აღემატება და ადამიანის ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა გამოვლინებებს, როგორც არის, ნებისმიერი ჩვენგანი დავფიქრდებით, რაც გვემართება ფოთვის დროს, ეს შეიძლება იყოს შინაგანი სიმხურვალე, ან პირიქით კანკალი, დადაბულობა კუნთების არეში, თავბრუსხვევა, თვალების დაბინძვა. ყველა ეს პროცესი დისტრესის დროს წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში, რაც მერე უკვე აისახება აზროვნების პროცესზე. მაგალითად, აქვეითებს მიხსიერებას, ხდის ჩვენს ფიქრებს უფრო ბუნდოვანს, ან პირიქით არაბუნდოვანს, მაგრამ თითქოს ჩვენი გონება მიმართულია მხოლოდ ცუდისკენ და ფიქრობს ცუდზე. რეალურად ეს არის სტრესი, იგივე დისტრესი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ყოველი ჩვენგანის ჯანმრთელობაზე. სტრესი შესაძლებელია იყოს ისევე როგორც ნეგატიური მოქმედებებიდან გამოწვეული, ასევე დადებითი მოქმედებებიდანაც. რა განსხვავება ჯანსაღ და დამაზიანებელ სტრესს შორის? კი ბატონო, რომ ავხსნათ სტრესის დროს, ანუ ჯანსაღის რეაქცია არის ის, რომ სტრესის დროს ჩვენს ორგანიზმში იწყება გარკვეული ტიპის ცვლილებები. მაგალითად, წარმოიქმნება ზოგიერთი ტიპის ჰორმონი, მაგალითად ადრენალინი, რომელიც უფრო სწრაფს ხდის, რომელიც გონებას უფრო ნათელს ხდის. შესაბამისად, მაგალითად, როდესაც რაღაცამ შეგვაშინა, თქვა ჩვენსკენ გამოსწყორცნილმა, ძლიერად გამოსწყორცნილმა სხეულმა შეიძლება იყოს ეს ბურთი. ამ დროს ადრენალინი აკეთებს იმას, რომ გვაქვს სწრაფი რეაქცია და ბურთს ვირიდებთ, რომ არ მოხდეს ჩვენ სხეულს და არ დაგვაზიანოს. ანუ სტრესის შედეგად ჩვენი ორგანიზმი უფრო სწრაფი გახდა, უფრო ჯანსაღი ფუნქციონირების იმ მომენტისთვის საჭირო მდგომარეობა გამოიწვია და მოხდა სასურველი შედეგი. ამ შემთხვევაში აგვარიდა რაღაცა ფიზიკური დაზიანება. და განსხვავება დისტრესის გამოწვეულ, ანუ არაჯანსაღ დესტრუქციულ სტრესს შორის არის ის, რომ ამ დროს ორგანიზმში ეს უკვე წარმოქმნილი, მაგალითად ადრენალინის ჰორმონი აგრძელებს მუშაობას. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ამ სწრაფ რეაქციაზე უნდა გქონდეს შესაბამისი შედეგი, მაშინ უკვე გაქრეა ორგანიზმის საჭიროება, რომ რაღაცა ცვლილებები წარმოიქმნას ორგანიზმში, მაგრამ დისტრესის შემთხვევაში ეს შიში, დაძაბულობა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი ემოციები და ორგანიზმული ცვლილებები რჩება ისევ ჩვენში. როგორც ყველაფერი ანდა ცოტა რთულად გასაგები იყოს და არ გამოვიწერე პროფესიულ ცვლილებს, მაგრამ უნდა ვახსენო ეს კორტიზოლიც, რომელიც დიდხანს რჩება ორგანიზმში და იმის ნაცვლად, რომ მოგვცეს სასარგებლო შედეგი, უკვე იწყებს საკუთარივე ორგანიზმის დაზიანებას, ჩვენი ფსიქიკის დაზიანებას. ანუ უფრო დიდი ხნით არასაჭირო დროით და არასაჭირო რაოდენობით წარმოქმნილი ეს ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმში იწყებს საკუთარი თავის დაზიანებას.
სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება. ჩვეულებრივი ჯანსაღი სტრესი გვეხმარება და გვაძლევს სასურველ შედეგს, დისტრესი უკვე გადადის ჩვენთვის დამაზიანებელ ქმედებებზე. და შესაძლებელია ორგანიზმში გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები ან სხვა პრობლემები. კი ბატონო, ქრონიკული შფოთვა, თავის ტკივილი, მაგალითად ხშირად არის ხოლმე კუნთების დაძაბულობა, რომელიცაც მერე იმახსოვრებს ჩვენს კუნთებს, სულსაც მეხსიერება და როდესაც უკვე სტრესის გავლენა ჩვენს ორგანიზმში დიდხანს რჩება, კუნთები უკვე დამახსოვრებული აქვს და ბუნებრივად თვლის აი ამ დაძაბულობის მდგომარეობას, რაც მერე სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემაში გადაიზრდება. ყველაზე ხშირი სტრესის წყაროები რომ ჩამოვთვალოთ, თქვენი აზრით რა იქნება ეს? 21 საუკუნისთვის იქნება ყველაზე უფრო სტრესული ალბათ დროის ფაქტორი. ის რომ ადამიანებს აქვს მაღალი პასუხისმგებლობები, ბევრი პასუხისმგებლობა და მათ შესასრულებლად არის დრო მცირე. შესაბამისად, მუდმივ დაძაბულობას იწვევს იმის განცდა, რომ დრო არასაკმარისია. გარდა ამისა, სამუშაო სტრესის გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ყველა საქმეს ახსნავს პასუხისმგებლობა, რაც იწვევს სხვადასხვა ტიპის სტრესორებს და ეს სამუშაო სტრესის ეძახით ჩვენ ფსიქოლოგიაში სამუშაო სტრესიც საკმაოდ აქტუალურია 21 საუკუნეს. გარდა ამისა, სტრესორები არის გარემო პირობებით, მაგალითად ხმაური, თუნდაც აი გადატვირთული მოძრაობის გამო ხშირად აი ეს ფონური ხმები ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე. ეს და კიდევ სხვა ბევრი ფაქტორი რეალურად ქმნის ძალიან ესე ძიმე ფონს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. განსხვავდება თუ არა სტრესის მიზეზები ასაკების მიხედვით? ანუ განსხვავებულია თუ ძირითადად მაინც ერთი ფაქტორია, რომელიც სტრესულ მდგომარეობაში შეიძლება ამყოფოს ადამიანები? რა თქმა უნდა, განსხვავებულია. განსაკუთრებით, ორ ტიპად რომ დავყოთ და ორ კატეგორიად რომ დავყოთ ეს ჯგუფები, მოზარდობის პერიოდის სტრესორები სულ სხვა არის და უკვე დასრულების სტრესორები სულ სხვა. დასრულთან მიმართულებას თუ გავყვებით უკვე ფაქტიურად ჩამოთვალე, რაც არის დროის არქონის განცდა, აი ეს სამუშაო და ასე სხვადასხვა პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული სტრესი, მაგრამ მოზარდობასთან და ბავშვებთან დაკავშირებული სტრესორები უფრო მეტად არის მაგალითად ახალ გარემოსთან ადაპტაცია. ეს კიდევ თავის თავში რომ ჩავშალოთ, ახალი გარემო შეიძლება იყოს ვიღაცისთვის ბაღი, ვიღაცისთვის სკოლა. სკოლაში კიდევ თავის მხრივ ერთი ტიპის სტრესია, როდესაც პირველ კლასში შედის მოსწავლე. მეორეა, როდესაც უკვე მაღალ საფეხურზე თქვათ მეშვიდე, მერვე კლასში გადადის ბავშვი. ამაზე ემატება მერე უკვე აბიტურიენტობის სტრესი. და შესაბამისად ის სიახლეები და ის კონკრეტული რაცა მოვლენები, რასაც ადაპტაცია უწევს ადამიანს, არის განსხვავებული ასაკის მიხედვით. თქვენ ახსენეთ, რომ რაღაცა ეს სტრესი შესაძლებელია ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს და უკვე ადამიანს არ ქონდეს ამაზე რეაქცია. აი, როგორ უნდა შევამჩნიოთ, როგორ ვამჩნევთ ხოლმე იმას, რომ სტრესი ჩვენში უკვე დაგროვილია, მოზღოვებულია, მაგრამ იმდენად შეჩვეული ვართ ამ სტრესულ გარემოში ცხოვრებას, რომ ის ვერ ხვდებით ჩვენ ამას, რომ სტრესში ვართ, თუმცა ჩვენი ორგანიზმი ხვდება. კი, საკმაოდ საინტერესოა, აი პატარა ექსპერიმენტიც თუნდაც რომ ჩავატაროთ, მაგალითად დღის განმავლობაში შეიძლება ავიღოთ 2 წუთი იმისთვის, რომ დავრჩეთ მხოლოდ საკუთარ თავთან და დავაკვირდეთ ამას mindfulness-ის პრაქტიკებია ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც ვეძახით სხეულის სკანირების პროცესს. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეში რამდენიმე წუთი უბრალოდ ვაკვირდებით ჩვენს სუნთხვას და ვაკვირდებით სხეულის მდგომარეობას. ოღონდ ეს არ არის უბრალოდ დაკვირვება, ეს არის ჩაღრმავებული დაკვირვება, როდესაც დაწყებული შეიძლება ითქვას აი ცერა თითიდან დამთავრებული თმის დაბოლოებებით თელს სხეულს გავივლით და ვაკვირდებით. სად არის კუნთური დაძაბულობა, სად არის სპაზმი, სად არის დაჭიმულობის შეგრძნება, წვის შეგრძნება, ან პირიქით, სად არის რაღაც თითქოს სიმშვიდე, როცა სხეული არ გამოგვეხმაურება რაღაც შეგრძნებებზე. ესე იგი, უფრო მარტივად რომ ვთქვა, დღეში თუნდაც 3-დან 5 წუთამდე საკუთარი სხეულის დაკვირვება არის ერთ-ერთი კარგი საშუალება იმისა, რომ გავიაზროთ აქვს თუ არა ჩვენს სხეულს სტრესი.
ძირითადად შეიძლება ეს იყოს ხელების დაჭიმულობა, თავის ტკივილი, ქვედა და ზედა ყბის ერთმანეთზე დაჭერის შეგრძნება, მხრებში ტკივილი, ხელების არეში დაწაბულობა და სხვადასხვა ესეთი ტიპის მოჭიმულობა, თითქოს კუნთები არის ტონუსში, ოღონდ ცუდი გაგებით ტონუსში, თითქოს დაჭიმულია და რაღაცისთვის მობილიზებული. ეს არის უკვე იმისი ერთ-ერთი ნიშანი, რომ ჩვენ სხეულს აქვს დამახსოვრებული სტრესის განცდა. როგორ მივიდება სტრესი? ემოციურად, ფიზიკურად თუ ქცევაში? თუ შეიძლება, ყველაფერმა ერთად იჩინოს თავი და ყველაფერში ერთად გამოვლინდეს? ძირითადად არის რაც ჩამოთვალე ყველა კომპონენტი ჩართული. რეალურად ჩვენ ახლა განმარტავთ ხოლმე, რომ სტრესი არის რაღაც უარყოფითი ემოციური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური, კოგნიტიური და ქცევითი ცვლილებები. ესე იგი, ბიოქიმიურში უკვე კარგად ჩანს, რომ აქ ჩვენი ბიოლოგიური აგებულება, რაც უკვე ვახსენე, ადრენალინი და სხვადასხვა ნივთიერებების მოქმედება, ფიზიოლოგიური, რაც უკვე ვახსენე, რომ სხეულში გამოიხატება ეს კოგნიტური ნიშნავს, რომ უკვე ჩვენს აზროვნებას ეხება და ქცევითი თავისთავად უკვე ცალსახა არის, რომ უკვე მოქმედებაზე გვეტყობა, გვაქვს თუ არა სტრესი. ამიტომ ფაქტიურად, როდესაც ვასახელებთ დისტრესს და ვსაუბრობთ სტრესზე, 4-ვე კომპონენტი არის ამ ყველაფერში ჩართული. როდის უნდა დავფიქრდეთ, რომ მარტო ვერ გავუმკლავდებით ამ სტრესს და უკვე საჭიროა პროფესიონალის დახმარება? პირველ რიგში საჭიროა, რომ ვისწავლოთ ჩვენი რეაქციების ამოცნობა სტრესზე. როგორც უკვე ვთქვი, სტრესი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, ვიყოთ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში სტრესით მოცული, მაგრამ დროის შემდეგ ეს თავისთავად ანაგდეს. მაგრამ თუ კი გადის დრო, და ამას უკვე ვეძახით ქრონიკულ სტრესს, გადის დრო და მუდმივ დაძაბულობას გრძნობთ, მუდმივ შფოთვას, მუდმივ რაღაცა თითქოს გვაწუხებს, ან ხელს გვიშლის, ზოგჯერ ეს არის გაცნობიერებული, რა გვაწუხებს და რა არის სტრესორები, მაგრამ ზოგჯერ არაცნობიერია, ავტომატურად გვაწუხებს ისე, რომ სახელს ვერ ვარქმევთ. ამიტომ თუ გრძნობთ, რომ არასაჭირო დროს, როცა თითქოს ჩვენ ცხოვრებაში სიმშვიდეა და არაფერი არ ხდება, მაგრამ მაინც არ გრძნობთ თავს ჰარმონიულად და ბედნიერად, ეს უკვე ნიშანია იმისი, რომ ჩვენ ქრონიკული სტრესი გვაქვს. როცა ამას შევნიშნავთ, აუცილებელია, რომ რაღაც საშუალებები ვიპოვოთ თვით დამშვიდებისთვის. სახლის პირობებში ან სანამ სპეციალისტს ჩავრთავთ, ეს შეიძლება იყოს მაგალითად სუნთქვითი ვარჯიშები. შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ხელსაქმე, ვიღაცისთვის ვარჯიში, რაღაც აქტივობები. თუ კი ამ ყველაფერს ვცდით და მაინც არ მშვიდდება ჩვენი გონება და მაინც სტრესის გავლენის ქვეშ ვართ, ესე იგი უკვე უნდა მივმართოთ სპეციალისტს და აქ ასევე ხაზგასმით აღნიშნავ, რომ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ კი მაგალითად გრძელდება სტრესი, სტრესის დამაზიანებელი სიმპტომები გრძელდება ერთ კვირაზე მეტი, უკვე აუცილებელია, რომ ჩვენ მოვახდინოთ ჩარევა. დიახ, გასაგებია და თქვენი აზრით, რა არის ის პირველი ნაბიჯი, რაც ადამიანმა უნდა გადადგას სტრესის მართვაში? პირველი ნაბიჯი აუცილებლად არის თვით დაკვირვება. აღიარება ალბათ. აღიარება, კი, ნამდვილად. ჯერ უნდა დავაკვირდეთ, რომ აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ რაღაც პრობლემა გვაქვს, ისე ვთქვათ, მოსაგვარებელი საკითხი ამ შემთხვევაში სტრესი გვაქვს. ეს უნდა როცა შევამჯდეთ, დავაკვირდებით, უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თუ კი უარყოფაში ვიმყოფებით და არ შევხედავთ რეალობას ობიექტურად. აღიარება და ესე იგი თვით დაკვირვება, აღიარება და შემდეგ უკვე გზის გამონახვა, რა გვეხმარება ამა თუ იმ სტრესისგან განთავისუფლებაში. როგორც უკვე ჩამოთვალე, გზის პოვნა შეიძლება იყოს საკუთარ თავშიც, რომ დავეხმაროთ ჩვენს თავს, ან თუნდაც მივმართოთ სპეციალისტებს. და ბევრისგან გამიგია, რომ იმისთვის, რომ სტრესისგან თავი დამეღწია, შინაური ცხოველიც აუყვანიათ. შესაბამისად, ინდივიდუალურია ყველასთვის ალბათ სტრესის მკურნალობის თავისებური მეთოდები. როცა უკვე ადამიანი თვითონ ცდილობს თავისი პრობლემის მოგვარებას. კი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, როდესაც თქვათ რაღაც მცირე
ესე ვთქვათ, შკალა არსებობს სტრესის, საიდანაც რაღაც უკიდურესი ნულიდან სტრესის დონე იზრდება პირობითად 100-მდე. და როდესაც სტრესის დონე შედარებით დაბალია, შეიძლება რომ მსგავსმა რაც ახსენე რომ შინაური ცხოველი, ხატვა, რაღაც ხელსაქმე თუ ფიზიკური აქტივობა, ეს ყველაფერი გარკვეულწილად ეხმარება და შეიძლება ძალიან კარგი შედეგებიც მიიღოს ადამიანმა. აი თვითდაკვირვება მაგიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ კარგად, როდესაც ვაღიარებთ ჩვენს პრობლემას, მერე უკვე ხვდებით რა არის აქ გამოსავალი. აი როგორც მაგალითად მედიცინაში, თუ კი ვიცით რა გვაქვს დიაგნოზი, იმისთვის მერე უკვე შეიძლება მედიკამენტი იყოს გამოსავალი, შეიძლება რაღაც ქირურგიული ჩარევა იყოს საჭირო, შეიძლება სულ სხვა რაღაც, ამიტომ გზა ჩნდება, რითაც ესა თუ ის პრობლემა გვარდება. ზუსტად იგივე ფსიქოლოგიაში ინდივიდუალური მეთოდების გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ძილი და კვება? ძილი და კვება ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორებია, რადგან ძილით დავიწყებთ, ძილის დროს ჩვენი გონება გადაამუშავებს გარკვეულწილად იმ ინფორმაციას, რაც დღის განმავლობაში გროვდება და ახარისხებს სწორად. რაღაცები განმდევნება ჩვენს ქვეცნობიერში, რაღაც რჩება ცნობიერში და ხდება ამ სტრესის გადამუშავება, დღის განმავლობაში დაგროვებული სტრესის გადამუშავდება. შესაბამისად, აი ახლა რაც ჩამოვთვალეთ, რომ თუ კი სტრესის გარკვეული დროია, ანუ დაშკალაზე უფრო დაბალი მაჩვენებლებით სტრესი გვაქვს, მაშინ შეიძლება ძილით კი იყოს იმისი გამოსავალი, რომ ეს სტრესი დღის განმავლობაში რაც დაგროვდა, ძილის პერიოდში გადამუშავდეს და დილით გავიღვიძოთ უფრო ენერგიულმა და დამშვიდებლმა. და კვებას რაც შეეხება, არის გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს, რომ გამოიმუშავოს სტრესთან მებრძოლი ნივთიერებები. ამიტომ ძილი და კვება აისახება ჯერ პირველ რიგში სხეულის ჯანმრთელობაზე და შემდეგ რა თქმა უნდა მენტალურ ჯანმრთელობაზე. და თქვენი აზრით კიდევ ძალიან მაინტერესებს რა როლი აქვს საკუთარ თავთან საუბარს. ანუ ბევრისგან გამიგია ესეც, რომ როცა რაღაც სტრესულ სიტუაციაშია, იწყებს საკუთარ თავთან ლაპარაკს და ეს ამშვიდებს მას. რა როლი აქვს ამას ადამიანისთვის? საკუთარ თავთან საუბარი არის ფაქტიურად საკუთარ თავთან დაბრუნება. რაც იმას ნიშნავს, რომ აი ჩვენ განსაკუთრებით 21 საუკუნეში დრო ძალიან აჩქარებულია. უფრო სწორად ჩვენი საქმეებიდან გამომდინარე გვეჩვენება, რომ დრო საკმაოდ აჩქარებულია და დღის განმავლობაში რომ დავფიქრდეთ თითოეული ჩვენგანი ძალიან მცირე დროს ვუთმობთ საკუთარ თავთან დარჩენას, ჩაღრმავებას, არ გულისხმობს ზედაპირულს. შესაბამისად, თანდათან, აი როგორც მაგალითად ჩვენი ვთქვათ მეგობარი იყოს, ახლობელი იყოს, ხო, რომელთანაც უფრო დიდ დროით პაუზას ავიღებთ და დიდხანს არ ვნახულობთ, უფრო ნაკლები საერთო გვაქვს ხოლმე და თითქოს უფრო ცივდება ეს ურთიერთობა. იგივე ხდება ჩვენ საკუთარ თავთან მიმართებაშიც, თუ კი ჩვენ არ ვუღრმავდებით ჩვენს თავს, არ ვისაუბრებით ამ შემთხვევაში საკუთარ თავს, ეს ჩვენი თავიც გვიბრაზდება და უფრო ურთიერთობა ცივდება. ან თითქოს აქ წარმოიქმნება შინაგანი კონფლიქტი, რაც მერე უკვე თავის მახსოვს ძალიან აღარ სისმსეულად, მაგრამ ბევრ მენტალურ პრობლემას იწვევს. და საკუთარ თავთან საუბარი არის კარგი საშუალება იმისა, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს თავს და შევახსენოთ, რომ ისე აქ ვართ. ეს ახლა ვიღაცის თვალით შეიძლება სასაცილო ჟღერდეს, აქ არ იგულისხმება ესე ხმამაღლა საკუთარ თავთან საუბარი. შეიძლება ვიყოთ ჭუმად, არაფერს ვამბობდეთ, მაგრამ ვაკვირდებოდეთ ჩვენს თავს, მის საჭიროებას ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ. ამიტომ აუცილებელია ის, რომ დავუბრუნდეთ ჩვენ საკუთარ თავს და ამ ერთი დღის განმავლობაში თუნდაც თითო ან 2 წუთი დავუთმოთ ჩვენს თავს. რა არის მთავარი, რაც მსმენელმა ჩვენი გადაცემიდან უნდა წაიღოს ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ და მიღების მერე თქვენი აზრით? ალბათ პირველ რიგში იმისი გამიჯვნა, რომ სტრესი და დისტრესი სულ სხვადასხვა რაღაც არის, როცა უკვე მსმენელი ამას კარგად გაიაზრებს, იცის, რომ ეს სტრესი ჩვეულებრივი რამ არის, როგორც შემოვა ჩვენს ცხოვრებაში, ისევე უპრობლემო და ყოველგვარი კვალის გარეშე გაქრება თავისით. ამიტომ ამისი გამიჯვნა ხშირად ძალიან
გვეშინია ხოლმე სტრესის და აი ამ დისკომფორტის, როცა შეიძლება პირიქით ჩვენთვის სასარგებლოც იყოს. შესაბამისად, ალბათ თუ მსმენელი ამ იდეას სწორად გაითავისებს და ამ აზრს სიღრმისეულად მიიღებს, უკვე ბევრი რაღაცის აღარ შეგვეშინდება, მარტივი სტრესორების აღარ შეგვეშინდება. და რაც შეეხება ეს გამიჯვნა იმის საშუალებასაც მისცემს ჩვენს მსმენელს, რომ თუ კი გრძნობენ ქრონიკულ სტრესში ყოფნას, აქ გამოსავალი არსებობს და ეს არ არის ნორმა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს დაწყებული ჩვენი საკუთარი თვითდახმარების მეთოდებიდან, რა თქმა უნდა, სხვა სპეციალისტების ჩარევით. ამიტომ პირველ რიგში გავმიჯნოთ სტრესი და დისტრესი და თუ კი რაღაც დისტრესული ხდება ჩვენს ცხოვრებაში, აუცილებლად ჯერა რომ თითოეული ჩვენგანი ვიპოვეთ გზავს მის ჯანსაღად გადალახვას. ძალიან კარგი რჩევაა, მე მგონი ყველა ადამიანისათვის და ბოლოს უკვე რა უნდა გვახსოვდეს საკუთარ თავზე ზრუნვისას. საკუთარ თავზე ზრუნვისას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ეგოიზმი. ძალიან ხშირად ამის შესახებ არსებობს რაღაც სტერეოტიპული აზროვნება და როცა ადამიანი საკუთარ თავზე ზრუნავს, თითქოს უჩნდება დანაშაულის განცდა, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა და ეგოიზმი არის ორი სხვადასხვა პოლუსი. წარმოვიდგინოთ, რომ არ ზრუნავთ საკუთარ თავზე. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცლება ენერგია, რესურსები, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა აღარ იქნება კარგ მდგომარეობაში. შესაბამისად, გარკვეულ ცხოვრების მომენტში შეიძლება დავკარგოთ მთელი ეს ძალა და ვეღარ შევძლოთ თუნდაც საკუთარი თავის ან სხვების დახმარება. ამიტომ პირველი ნაბიჯი და პირველი ეტაპი არის ის, რომ ჯერ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, რომ თუნდაც მერე სხვების დახმარება შევძლოთ. იგივე პრინციპია, როდესაც მაგალითად ფრინავში რეკომენდაცია ყოველთვის არის, რომ რაღაც საჭიროების შემთხვევაში თუ კი მოხდება რაიმე საშიშროება, ადამიანმა ჯერ პირველ რიგში უნდა გაიკეთოს ჟანგბადი თავად, რომ თვითონ იყოს რესურსული და ბრძოლისუნარიანი და მერე შეძლებს ის სხვების დახმარებას. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ეგოიზმი საკუთარ თავზე ზრუნვისგან. ძალიან დიდი მადლობა ანა. ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდე ჩვენს მსმენელს, რომელსაც უკვე თქვენი საუბრიდან გამომდინარე შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისგან სტრესი და დისტრესი და ასევე უკვე სახლის პირობებში თითოეულმა მათგანმა შეძლოს თავისი თავის მკურნალობა. დიდი მადლობა ასევე ჩვენს მსმენელებს. მინდა რომ ყველას ახსოვდეს, სტრესი არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ მისი მართვა ჩვენი არჩევანია. მომავალ შეხვედრამდე.